ისხეო 9-ში 10-ში 10-ში დილით 9-ში შემოვიდნენ 9-ში შემოვიდნენ დილით 10-ში დატოვეს ის 10-ში ღამე გამოვედი მე აი რო თენდებოდა უკვე 10 მაშინ გამოვედი ფეხით დავიწყე თქვენ ახსენეთ რომ პირველი არხის ჟურნალისტები იყვნენ და ისინი გამოყვნენ იმ კოლონას რომელსაც აცილებდა წითელი ჯვარი დიახ მარტო საზოგადოებრივი არხის ჟურნალისტები იყვნენ თუ სხვა ჟურნალისტებიც იყვნენ და როდის შემოვიდნენ 7-ში შემოვიდა 7-ში დილით შემოვიდნენ 7-ში დილით შემოვიდნენ შემოვიდა მე სახელი და გვარი არ ვიცი მაგრამ ზედმეტი სახელი და მომახსოვდა ბალუ ოპერატორი ყავდა ნიკა ხურციძე ბალუ ოპერატორი ვიღაც აი ესე დავიმახსოვრე ხო და სხვათა შორის მე რავი მოვიკითხე და უბრალოდ კონტაქტები აღარ მომხდარა რა ჩვენ შორის და აი ესენი 7-ში შემოვიდნენ გადაიღეს ის ყველაფერი ბავშვების გამოყვანა გადაიღეს ნულში რა მდგომარეობა იყო სოფელ ნულში რო ავედით მერე გადაიღეს დაჭრილების გამოყვანა როგორ გამოყვავდა დაჭრილები ვინმე ადგილობრივი აცილებდა მათ ამ დაყვებოდა მე დავყვებოდი თქვენთან ერთად იყვნენ ეს სადაც მე და გადაღებას თქვენ ეუნებოდით რომ ამ დროს აქ ეს ხდება თუ და ისინი ამას მე სხვათა შორის სოფლიდან მოშორებით გარეუბანში ჩავიყვანე რომ მაინც ძირითადად ცენტრი იბომბებოდა და გარეუბანში შეიძლება უფრო გადარჩენილიყვნენ ამიტომ კაცელაშვილების ოჯახში ჩავიყვანე რომ მეთქი ღამეს აქ გაათევებთ მაგრამ რო გამოვედი და სადაც ცენტრალურ უბანში რო გამოვედი ისევ იქ დამხვდი ისევ ამოვიდნენ ეშინოდათ იქ არავინ არ იყო იქ შეიძლება ვიღაცა შემოსულიყო და ისე მოვეკალიო რომ ვერავის ვერ გაეგუოთ აქ ხალხი მაინც არის ამიტომ ჩავიყვანე და ცენტრალურ უბანში გეგელაშვილის ოჯახში მივაბარე და უთხრა რომ მიხედეთ ჟურნალისტებს მაგრამ აი ესენი რომ შემოვიდნენ რამდენი კაცი იყო 3 იყვნენ მძღოლი ოპერატორი და ჟურნალისტი გასაგები რო ეს ყველა რო გამოვიდა თქვენს რომ რამდენი ოჯახი დარჩა რომელიც თქვენ თქვით რომ არ წამოვიდნენ და დაახლოებით სულ ავნებში და ნულში დარჩა დაახლოებით 30-40 სული მოხუცებული დიახ და მათთან ყველა არა რამდენიმე დაიღუპა ერთი სახში ჩაწვეს ყაზახაშვილი ერთი ზოხის გურისთვის მოკლეს ერთი კიდევ რა ვიცი დაბომბვის დროს კიდევ ხომ მიდიოდა დაბომბვა და ეგთანი იყო ასეთი პიროვნება იყო ტაბატაძე ზაირა ტაბატაძე ის გარდაიცვალა კიდევ დანარჩენებმა გამოაღწიეს და გამოვიდნენ რა ყველა გამოვიდა კი ყველა გამოვიდა გასაგები მადლობა ძალიან დიდი მადლობა გონორ თქვენი ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანი არის პირველ რიგში მე შევუერთდები ჩემი კოლეგის მადლობას და დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი თაობები აი ამ თქვენი და თქვენისთან ადამიანების ვაჟკაცობას და გმირობას და ღირსეულ საქციელს არასოდეს არ დაივიწყებს ამისთვის განსაკუთრებული მადლობა. მე ორი კითხვა მექნება თქვენთან. თქვენ რო ყოფილიყავით იმ პერიოდში გადაწყვეტილების მიღები პირი. რას გააკეთებდით და მეორე ასევე კონკრეტული კითხვა მექნება აი ამ დღევანდელი გადმოსახედიდან. რა შეიძლებოდა მაგალითად რომ ან თქვენ ან სხვას გაკეთებულიყო რომელიც დღევანდელი გადმოსახედიდან უკეთესი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის და იმ ხალხისთვის აი თქვენ ვიზეც აი ესე ემოციურად საუბრობდით. მადლობა. კი, გაგცემთ პასუხს. 2004 წელს როცა წვერიახოს მდგომარეობა იყო დიდი ლიახვისა და პატარა ლიახვის ხეობებში ფრონის ხეობაში აბსოლუტურად არც ერთი ადამიანი არ გადაცვლა. დაპირისპირებას ადგილი არ ქონია. მე მინდა გითხრათ რომ 2004 წელს როცა იქ დაახლოებით 16-17 ადამიანი დაგვეღუპა ფრონის ხეობ ჩემი კომბაინები თიბავდნენ ოსურ ასე რომ ვთქვათ სათიბებს მაშინაც ზაფხული იყო მოსავლის აღების პერიოდი იყო თხოვე სოფელმა წუნარმა ვათხოვე და ჩემი კომბაინით გათიბეს ის მოსავლის აღება დაიწყო ბავშვები
გადმოიყვანეს ფრონის ხეობაში, ცხინვალიდან გამოარიდეს, გამოიყვანეს ფრონის ხეობაში. უყურეთ, მაშინ არაპირებდნენ ფრონის ხეობაზე რამე რო ყოფილიყო, რამე რო წამოეწყოთ. მაგრამ 2008-ში უკვე იქ აგვისტოს რიცხვებში ბავშვებს ვეღარ ხედავდი ოსურ სოფლებში. იქიდანაც გაიყვანეს ფრონის ხეობიდან. თორემ აი სანამ ეს ომი დაიწყებოდა და 2008 წლის სიმამდე მივიდოდით აგვისტომდე, ბატონი სოზარი ბრძანდებოდა ჩემთან ხეობაში. გიორგი ხაინდრავა და ბატონი სოზარ სუბარი შემოვიდნენ ჩემთან. სხვათა შორის ცხინვალიდან წამოვედით ერთად და გადავედით, გავიარეთ ეს მონაკვეთი, რასაც მე გიყვებით. ტბეთი, წუნარი და ჩავედით სოფელ ავნებში და მე ავედით სოფელ ნულში. კი. და მე გზაში გიყვებოდით და გაჩვენებდით იმ სანგრებს, რომლებიც გათხრილი იყო გზისპირა, აი სადაც მივდიოდით, ზნაური ცხინვალის მონაკვეთზე ეს სანგრები იყო გაჭრილი ორივე მხარეს, გზის ორივე მხარეს. და გეუბნეოდით, რომ რაც დასაშვებია ოსებისთვის, დაუშვებელია ქართველებისთვის. ქართველებს არ შეეძლო სანგრები გაეკეთებინათ და რაღაც ადგილობრივ მოსახლეობას. ოსები ჩვენ უბრალოდ აი ავნევიდან ოსურ სოფლებს ვერ ვხედავდით, ვერ დავინახავთ. დაბლა ვიყავით, ვერ დავინახავდით. აი რაზე იყო ლაპარაკი. მე გეუბნებით 80 ამას ვაცხადებ ნებისმიერი დაგიდასტურე 94 წლიდან 2008 წლის ჩათვლით ვიყავი იქ გამგებელი და რაღაცა ალბათ მომეკითხებოდა. არც ერთ სოფელში, არც ერთ ოსურ სოფელში, არც ერთი შეიარაღებული პირი არ შესულა ჩემი ხეობიდან, ჩემი სოფლებიდან, არც ერთი ყლელობა არ მომხდარა, არც ერთი დაყაჩაღება არ მომხდარა, არაფერი, აბსოლუტურად. აი ესე ყავდა ხალხი ესეთი რაღაც, მაგრამ ძლებდით, გვინდოდა იქ ცხოვრება. ერთადერთი ფაქტი იყო, როცა სტადიონზე შემოვარდა ოსი შეიარაღებული პირი, ავნევის სტადიონზე, უпростоრეთ ნულის სტადიონზე და იქ უბნის რწმუნებულმა დუგლიშვილმა ესროლა და სასიკვდილო აღმოჩნდა ჭრილობა. აი ეგ იყო ეგ ფაქტი. დანარჩენი არაფერი არ ყოფილა. მაგრამ ჩვენგან იყო გატაცებები, ქართული მოსახლეობა, გატაცებები, ცემა, ტრეპა, დაყაჩაღება, სულ ყველაფერი, აი ესეთი რაღაცა ყლელობები. ხა არ მინდა ვილაპარაკობ დიდი ლიახვის ხეობაზე. არ მინდა დროს ავწდეთ რაღაც ფაქტებს, მაგრამ მე გეტყვით, რომ თლიანად ამოწყვიტეს, ოჯახები ამოწყვიტეს. მამა და შვილები. ბატონი სიმონი და თავის 3 ბიჭი. ერთ დღეს დღისით მზისით დახოცეს, ერთ ადგილზე ჩაცხრილეს. ისინი რაც ცხინვალში არ დადიოდნენ, ოსურ სოფლებში არ დადიოდნენ, თავის სოფელში დახო, თამარაშენში დახოცეს. ასევე ხაჭაპურიძეები რო დახოცეს. შური იძიეს ხებზე, სხვა რაღაცა გაუკეთავ თქვათ, ვიღაცა მოკლა, მაგრამ შური იძიებას აღარ უყურებდნენ ვინ იყო დამნაშავე. ნებისმიერ ქართველზე შეიძლება შური ეძიათ. ეს იყო უკვე ნადირობა იყო და რაღაცა იყო. მაგრამ ამისა მიუხედავად ჩვენ გვინდოდა იქ ცხოვრება. არ გვინდოდა ჩვენ წამოსვლა. სხვათა შორის ახლა სამკურნალოდ რო ჩამოდიან ოსები. მე ვეკითხები რა ხდება იქ, იმ სოფლებში უკვე. დაეხურათ სკოლები, დაეცალათ სოფლები, აღარ აყავთ მოსახლეობა. იმ სოფლებში სადაც იყო, თქვათ, 100 ოჯახი, 80 ოჯახი, რომ მეუბნევია 3-4, ვეკითხები 3-4 რა? ოჯახი არა, სული. აი იქით ზემო სოფლებში უკვე ზაურის რაიონის სოფლებში აღარ არიან მოსახლეობა. ადრე დადიოდა რამდენიმე ავტობუსი, ცხინვალი ზნაური, ცხინვალი გრუსტარკი, ცხინვალი ბალთა და გატენილი ავტობუსები დადიოდა. ეხლა დადის თურმე ერთი მარშრუტკა დღეში 2 რეისს აკეთებდა 5 ადამიანი, მეტი არ მისდევს. დაცლილია და მე ვუთხარი თუ თქვენ არ გინდოდა ცხოვრება, ჩვენ ხო გვინდოდა და ვიცხოვრებდით მეთქი. რა მითხეს იცი, რატო გამოვხარეთ? ჩვენა გამოვხარეთ. აი ესეთი პასუხი იყო ესეთი. ოსების პასუხი აქ ჩამოსული, აი სამკურნალო ჩამოსული. რეფერალურ პროგრამაზე რო ჩამოდი. ჩვენ არ გამოვხარეთ, თქვენ კარგად იცითო ვინ გამოვხარათ. თქვენ კარგად იცითო ვინც გამოვხართ, ჩვენ არ გამოგვიყრიხავთ. არა მე ვუთხარი, არ ახართ მართლები, იმიტომ რომ ის სახლები გადაწვით თქვენ. რუსები აცხადებდნენ, რომ ჩვენ არც ერთი სახლი არ დაგვიწვავს. ომის შემდგომ პერიოდებში ძარცვა და გადაწვა. ყოველ ღამის პერიოდში წვავდნენ. დღეს სახლებს არ აწვავდნენ. ყოველ ღამე 20-30 სახლს წვავდნენ. აი ესე მოდიოდნენ, ჩემი სახლი ცოტა გვიან
დაიწვა, ყველაზე პატარა სახლი მქონდა. სხვათა შორის სამში ჩავასხი საძირკველი. 3 აგვისტოს მე რო რაღაცა ინფორმირებული ყოფილიყავი, ან მინიშნებით მაინც ეთქვა, სამში ხომ მაგას არ გავაკეთებდი. გასაგებია, ბატონო გურამ გთხოვთ. გამარჯობათ ბატონო გონერ, ძალიან მოკლედ შევეცდები. კითხვა დავსვა, თუმცა მანამდე რა თქმა უნდა მადლობით დავიწყებ რომ მოგბრძანდით და თან მონაწილეობდით აი ამ პროცესებში. ეხლა ის ფაქტი რომ სამწუხაროდ ადრეც იყო ცნობილი და დადასტურდა კიდევ წინაკვირის დღეებში რომ კოორდინაცია არ არსებობდა, ეს სამწუხარო მოცემულობა დადასტურდა. ამას ისიც ადასტურებს კიდევ რომ დღეს თქვენ რა განცხადებაც გააკეთეთ, გენერლებმა ის არ იცოდნენ 6 აგვისტოს მოხდა ეს ორი ადამიანის გარდაცვალება თუ 7 აგვისტოს მოხდა. ესეც სამწუხარო ფაქტია, მაგრამ მე კიდევ ერთი რამ მაინტერესებს. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით, თითოეული ჯარისკაცის თუ სამხედროს მიმართ პატივისცემით, მაგრამ პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ პასუხების მოთხოვნით, მხოლოდ ამ მიზნით. ვიკვლევთ ჩვენ აი ამ პროცესებს და ამიტომ აინტერესებს თქვენ 94 წლიდან იბრძანდებოდით. თუ ვინმე შეიძლება რამე მოეკითხოს თან სოფლის და ადმინისტრაციული ერთეულის გამგებელი, ყველამ ვიცით რა არის თითოეულ ოჯახში ნამყოფია და ასე შემდგომ. თქვენ, როდესაც ამბობთ, რომ 7-ში, 8-ში აი ამ პროცესებში ხართ, არ ხართ საქმის კურსში იმასთან დაკავშირებით, რომ 7-ში საღამოს უკვე 11-ზე და 45-ზე, როგორც ბატონმა გენერალმა მოგვახსენა, უკვე ოფიციალურად არის გაცემული ბრძანება, რომ ვთქვათ, აქედან იყოს საპასუხო ცეცხლი, მაგრამ კითხვა სხვა რამეში მდგომარეობს. 8-ში დილის 11-ზე, 12-ზე ბატონი ბესთაევი იყო, ბრძანდებოდა და მან თქვა, რომ ის არათუ საქმის კურსში არ იყო ამასთან დაკავშირებით. ჩვეულებრივ სამსახურში მივიდა, თანამშრომლებთან ჰქონდა საუბარი და მეტიც მისივე სიტყვებით ცაში თვითმფრინავები რო გადაადგილდებოდნენ, თანამშრომლებს ეკითხებოდა, ვისი თვითმფრინავებია იქნება გავარკვიოთო. 8-ში. და ეხლა მაინტერესებს თქვენს ამ პერიოდში ხო იქ იმყოფებოდით, ანუ დაახლოებითი პასუხი კი ვიცი, მაგრამ საზოგადოებამ რომ კიდევ ერთხელ მოისმინოს. ჯანდაცვის მინისტრი ადმინისტრაციის იქაური 8-ში არ არის საერთოდ საქმის კურსში, რომ დაწყებულია ესეთი მოქმედებები. თქვენ გამგებელი იყავით თუ არ იყავით საქმის კურსში, რომ ესეთ სამხედრო მოქმედებები არის დაწყებული, იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ თქვენ აღარ ჩაგეყენებდნენ ახლა საქმის კურსში რა პროცესები შეიძლება დაწყებულიყო. აი ეს ფაქტი კიდევ მორიგჯერზე გვაინტერესებს პოლიტიკური ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის მიმართულებით. არა. არ ვიცოდი თუ ფართო მასშტაბიანი ომი დაიწყებოდა. არ ვიცოდი. არა მარტო ფართო მასშტაბიანი, გნებავთ რაიმე სამხედრო მოქმედებები. აქ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ იმას არ ვარკვევთ, საჭირო იყო, არ იყო ამ ეტაპზე ვამბობ ამ კითხვაში. შეგეკითხე და პასუხი ვერ გავეცი. მე გეტყვი, ჩემი გადმოსახედიდან ეხლა. გავხსნილი თუ არა ცეცხლს, აი, როცა ცეცხლი გახსნეს 11 საათზე და 45 წუთზე. ეს იყო 7-ში ღამე. და რა თქმა უნდა, გავხსნილი საცეცხლე წერტილები, რო ჩაახშეს. მაგრამ მე ისმის შეკითხვა. ჯარი, რომელიც შემოვიდა. აი მე ჩემი გადაწყვეტილება, აი მე რომ მიმიყო გადაწყვეტილება. მე მგონი არ უნდა შესულიყო. ჩემი გადმოსახედიდან ჯარი არ უნდა შესულიყო. არ უნდა შესულიყო ჯარი, რომ შევიდა. მე უბრალოდ აი ახლა გეტყვით რა. მეც და მოსახლეობასაც გვეგონა 5-ში გამთენი, ისა 5 საათზე 8 აგვისტოს რო შემოვიდეს მე-4 ბრიგადა, ეს ტანკები რო შემოვიდე, ჩვენ გვეგონა შეთანხმებული რუსეთთან. მეც ასე მეგონა და მოსახლეობასაც ასე ეგონა. რომ შეთანხმების გარეშე ეს როდის 8-ში? რა? 8-ში? 8-ში რო შემოვიდე. ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ, რომ შეთანხმების გარეშე რაღაც მოქმედებები, და ჯარი შემოყვანა. მანამდე ხალხი მეუბნებოდნენ, სად არის ჩვენი ჯარი? რო ავდიოდი მოსახლეობას, რო ხვდებოდი, მეუბნებოდნენ, სად არის ჯარი? გავწირეს, რა შვრებიან, არ გვეხმარებიან. მე მეუბნებოდი, თუ აქ ჯარი შემოვა, ეს უკვე ომს ნიშნავს, ხალხო. აქ ქვაზე აღარ დარჩება, ხო? ახლა ეს ჯარი იქ ხوار გაისვეს, არა, სადღაც ზესტაფონში. აქ იქნება ყველაფერი. ბატონო, ერთი კითხვაც და მე აღარ მექნება მეტი კითხვა. 10-ში გამოხვედით თქვენ თქვით. აი 10-მდე ვინმე თუ დაგიკავშირდათ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გულისხმობ, 10-მდე იქ ხართ, იქ
ტრიალებთ მოკლედ ამ პროცესებში ხარ. კი, რომ აი ეს მოახდინოთ ამის კოორდინაცია, ან საზოგადოების კოორდინაცია, ანუ დაწყებულია ამ პროცესებიდან 10-ის ჩათვლით სანამ გამოხვალთ. ვინმე თუ იყო კოორდინაციაში, რომ აი აბა რას ვაკეთებთ, საზოგადოება მოსახლეობა რა ხდებოდა ასე შემდეგ. არა, მხოლოდ ჯამბულ ბაკურაძე. მხოლოდ ჯამბულ ბაკურაძე. და რას ამბობთ, რას გეუბნებოდათ? სიტუაციას. ანუ ინფორმაციას იღებდა. ინფორმაციას იღებდა. აი, მადლობა. ისევ თქვენი მონაყოლის დასაზუსტებლად, რომ თუ კარგად გავიგე. პირველ რიგში მართლა მეც მინდა მადლობა გითხრა თქვენ და ყველა იმ ადამიანს, ვინც უზრუნველყავით იმდენი ხალხის გადარჩენა და გამოყვანა იქიდან საკუთარი ინიციატივით. და ყველა იმ მოსახლეს, ვინც ეს ყველაფერი გადაიტანა. აი, როდესაც ეს 8-ში დილის 5 საათზე შემოვიდა ეს ხსენებული ბრიგადა. მე თქვენ თქვით, რომ დაიძრენ ცხინალის მიმართულებით წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ, მაგრამ ქალაქში არ შევიდნენ. არ შევიდნენ. მე გარკვეული საათები გაჩერდნენ. მოქმედებებს არ წარმოიდგნენ და ამ დროს მოფრინდა რუსული ავიაცია და გაანადგურა თითქმის 9 მათი შემადგენლობის. აი ეს უბრალოდ იდგნენ ცენტრალურ გზაზე, არაფერს არ აკეთებდნენ, მოფრინდნენ და გაანადგურეს. რამდენი ხანი იდგნენ ასეთ მდგომარეობაში? ანუ ესე ღიათ, რომ ყველა მიცოდა რომ იქ იდგნენ. დაახლოებით 3 საათი, ან მეტი. მადლობთ. ბატონი სოზარი, ბატონი ალეკო და ამის შემდეგ ბატონ გიორგი კაბანაძესთან მუშაობას ჩვენ დავასრულებთ. გიორგი, მოკლედ, რამდენიმე კითხვა მაქვს. აი 2006 წელი რო გავიხსენოთ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის აღდგენა, არჩევნები და ის რაღაცა კამპანია კოკოიტი ფანდარასტი. რას გეუბნებოდნენ რისთვის გვირდება მაშინ? თქვენ არ იყავით უბრალოდ რიგითი მოსახლე, ხო? თქვენ იყავით თემის ხელმძღვანელი და რა იყო მიზანი? ჩვენ დაგვიბარეს გუბერნიაში, გორში ვიყავით, გამგებლები, ძირითადად გამგებლებს დაგვიძახეს სამივე ხეობის გამგებლები. ჩავედი და იქ გამოგვიცხადეს, მაშინ გუბერნატორი იყო მიშა ქარელი. იქ გამოგვიცხადეს, რომ არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ჩვენ ალბათ ჩვენ გაკვირვება საზღვარი არ ქონდა. გაგვიკვირდა. და რა თქმა უნდა შეკითხვები წამოვიდა, რომ რა არჩევნებს ვაპირებთ. ერთია დე ფაქტო ხელისუფლება ზის უკვე კოკოიტის მეთაურობით, ახლა კიდევ ახალი არჩევნები. მაგრამ გითხრეს, რომ ჩვენო ამითო უნდა დავანახოთ მსოფლიოსო, რომ ერთ ჭკუაზე არ არის იქ მოსახლეობა. აი იმ ტერიტორიაზე. არის რომლებიც სეპარატისტებს და კოკოიტს უჭერენ ხარს და არიან მოსახლეობა, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობა და ერთიანობა უნდა. რა თქმა უნდა ოსური მოსახლეობას. აი მხოლოდ ეს მიზანიაო, რომ ასე იგი ერთი ხელისუფლება, რომელიც რუსეთს ემხრობოდა და ძირითადად რუსეთზეა დამოკიდებული, ყველაფრით აბსოლუტურად. და რა თქმა უნდა ასრულებდა და მაშინაც ასრულებდა, დღესაც ასრულებდა. იმადი იქიდან ყველაფერი იქიდან მოდიოდა. ნახევარი მოსახლეობა იმ ჭკუაზე არ არის, ხო და ამიტომ ჩავატაროთ არჩევნებიო იქო და ვისაც საერთოდ ეს იყო რომ დიმიტრის სანაკუევი მაშინ რა ვიცი არჩევნების შედეგად სოციალისტის რა ვიცი ეს იყო რაც განმარტება მეტი არ გაგვიგონია ჩვენ რა უნდა ყოფილიყო იქ ჩართულები ვიყავით მე იქ ზოგადად ამ კამპანიამ დაძაბა ურთიერთობები კომისიების შექმნაში ვიყავით ჩართულები აუცილებლად კომისიის თავმჯდომარე უნდა ყოფილიყო ოსი აუცილებლად ოსი კომისიის თავმჯდომარე მაგრამ მოადგილეები და კომისიის წევრები მნიშვნელობა არ ქონდა არ უნდა ყოფილიყო განლაგებული ეს საარჩევნო კომისიის ასე რომ ვთქვათ კომისიები არ უნდა ყოფილიყო სახელმწიფო შენობებში, სკოლებში, საბავშვო ბაღებში, აი ესეთ შენობებში არ უნდა ყოფილიყო. ამიტომ მოგვიწია დაქირავება შენობებს, კერძო საკუთრების დაქირავება მოგვიწია და აი ესე ჩატარდა ეს არჩევნები, ხო? მე იყო რა ვიცი, იქ ყველაფერს დავესწარი, რავი, ინაუგურაციაც იყო, ყველაფერი, მაგრამ დავინახე მე იქ ოსებიც იყვნენ ცხინვალიდან ამოსულები, გამიკვირდა რომ ცხინვალიდან ამოვიდნენ ოსები, მაგრამ მე გავიგე რომ სხვა რამის გულისთვის იყვნენ ისინი ამოსულები, ის პიროვნებები. არისთვის იყვნენ. რა?
ის იყვნენ. ვიცი მე სხვა რამეშიც გამოამჟღავნეს თავები იმათ რომ აგენტურა ამოგზავნილი იყო ცხინვალიდან ვითორემ ემხრობოდნენ ამ მიესალმებოდნენ ამ არჩევას რა ესეთი ამბავი. პერიოდის მერე მოსკოვიდან იძლეოდნენ კომენტარებს. კი ბატონო, ზუსტად ეგრე იყო. ეხლა პირდაპირ ვიტყვი, ხა ძალიან ხშირად დავდიოდი რეგიონში. სახალხო დამცველად როცა ამირჩიეს, მე კაბინეტში არ შევსულვარ, ჩავედი, მოვიარე ყველა ეს სოფელი, ყველა ხეობა და მხოლოდ 2 დღის მერე მივედი კაბინეტში, ჩავთვალე რომ ჩემი იქ ჩასვლა როგორც სახალხო დამცველის ხო უფრო მნიშვნელოვანი და თვე არ გავიდო და იქ არ ჩავსულიყავი და კარგად ხედავდი. ურთიერთობების როგორ იყო პერიოდულად დალაგებული ოსურ მოსახლეობასთან ჩვენს მოგალახეებთან და როგორ იზავებოდა პერიოდულად სხვადასხვა პროვოკაციების გამო და 2006 წლის ეს კამპანიაც ერთ-ერთი ასეთი იყო. მეორე ასეთი კითხვა მაქვს, აი როცა უკვე დევნილები წამოვიდნენ, დევნილებად იქეცით, წამოვიდა ზოგი გორში, ზოგი თბილისში, უმრავლესობა თბილისში, იმიტომ რომ მალე გორის ოკუპაციაც მოხდა. აი როგორ მოხდა ამ ადამიანების შესახლება, ვინ ხელმძღვანელობდა ამ პროცესს თუ გახსოვთ? როცა მოსახლეობა გამოიქცა თავი შეაფარა ადრე აი 2004-ში გამოვიყვანეთ მაშინაც მოსახლეობა და გამოვიყვანეთ ბავშვები და ქალები, მაგრამ მაშინ ვიცოდით სამუდამოდ წაგვეყვანა. მარტო კახეთის რეგიონში 5 რაიონში მყავდა ჩემი ის გადანაწილებული. მყავდა ბაზალეთზე, მყავდა საგურამოში, ესენი ვიცოდი სად უნდა მიმეყვანა. მაგრამ ესენი რომ თუ გამოიქცნენ თავს უშველეს და გამოვიდნენ ნათესავებს შეაფარეს ახლო-მახლო სოფლებს, გორის რაიონის, ქარელის რაიონის სოფლებში შევიდნენ. მაგრამ იქაც დაიბომბა მე ის სოფლები, შინდისი დაიბომბა, ეს ტახტიძირი დაიბომბა და იქიდანაც მოუწიეთ გაქცევა. გაიცენ ახლა გორში ჩავიდნენ, გორი დაიბომბა. აი ესე და ბოლო აი ეს, მაგრამ რა არის ის? ჩავედი გორში 10-ში და რო შევდიოდი გორში, ისევ სასწრაფოს მანქანით გადავადგილებოდი. ძღოლი მყავდა ხალხს ეგონა ხალხი უკვე გამორბის, ცეცხლი უკიდია გოსი, მრავალსართულიან ბინებს ცეცხლი ეკიდა რაღაცა და ამათ ეგონათ რომ მე მევალებოდა იქ შესვლა. მე რაღაცა ექიმი ვეგონი რაღაცა და რაღაცა შევედი გორში ცარიელი იყო, მარკეტები მიტოვებული, სუპერმარკეტები, არაფერი აღარ იყო, ხალხი არ იყო. მე რა ვიცი 1-2-3 კაცი დარბოდნენ და უთხარი რომ აქ სადმე ხალხი არიან თუ არა და მითხრეს რომ ცხინვალის უნივერსიტეტის გვერდით, უნივერსიტეტის შენობის გვერდით იყო რაღაც შენობა. ეხლაც მახსოვს ტუფის ქვით აშენებული დიდი შენობა. და იქ არიანო, თქვენი ხალხი არიანო, ხეობის ხალხიო. მივედი და ეს შენობა იყო დანგრეული. სხვათა შორის მყარი შენობა იყო, მაგრამ ჩამონგრეული იყო და ერთი პატარა ამოსაძრომი იყო, საიდანაც ამოძრენ ეს ხალხი. რომ მივედი. ისე მტვერში იყვნენ გახვეულები. იქიდან წამოვიყვანე პეტრიაშვილები და ჭავჭავაძეები. აი სარდაფიდან გამოვიყვანე. ერთი ჭრილობა არ ხო გორში ხო გორში ესენი წამოვიყვანე და ხო გეუბნებით გორი ცარიელი იყო ეს უკვე 10-ში იყო ეს დაბომბა აი ზოგი ვერც იხსენებს როდის იყო ის ცეცხლი როდის ეკიდა გორს 10-ში იყო იმიტომ 10-ში შევედი გორში ახლა თბილისში რო ჩამოვედი პარლამენტის წინ დავხვდენ ეს მოსახლეობა სადმე წაგვიყვანეო სად უნდა და ერთი რა გვექნა ახლა ვეკითხებოდი სად წავიყვანოთ ეს ხალხი რავი იქ პარლამენტარებს ვეკითხებოდი სად წავიყვანოთ და რავი სადაც ცარიელ შენობებს ნახავთო და ხალხმა თვითონ გადაწყვიტა ცარიელი შენობების დაკავება სკოლები რავი სხვადასხვა საბავშვო ბაღები სხვადასხვა ადმინისტრაციული რაღაც შენობები თვითონ და მეც ესე დავიკავე ვიღაცა მითხრა რომ საწყეო შენობა არის ცარიელი და წავედი იქ შევედი ეხლა რომ რესურს ცენტრია რაღაცა იქ საწყეო შენობაში ვიყავი რამდენიმე თვე. მაგრამ საქმე ის იყო რომ აი ამ გამოსვლიდან უკვე ოდიში ხელისუფლებიდან არავის არ უთქვას რომ ეს გამოსული ხალხი თქვენ წახვალთ ამ გადანაწილეთ შენობებში არა აი ეს რამე არ მომხდა. და მე მითხრეს რომ შენ გევალებაო რომ მიხედოო გდანი ნაძაზადევსო აი ამ რაიონებს მიხედეო ну ძირითადად უნდა გამეკეთებინა სიები რომელ ობიექტზე რამდენი სული იყო ჩასახლებული სახელობითი სიები უნდა გამეკეთებინა აი ეს უნდა მიმეტანა მე პურის ქარხნებში დილის 6 საათზე მივდიოდი ხოლმე და რამდენი პური რომელ ობიექტზე უნდა წაეღოთ ამას უწევდი ხოლმე მაგრამ მაშინ იყო დაახლოებით 90,000-მდე დევნილი გდანი
ნაძალადებში გაგიკვირდებათ საიდან 90,000 ჩვენ ხო იმდენი არ ვიყავით იმ ტერიტორიაზე მაგრამ ჩვენ რო წამოვედით უკვე ჩვენ გამოყვა 10-ის მერე 10-ში და 10-ის მერე გამოყვა გორის რაიონის მოსახლეობა გამოყვა ქარელის რაიონის მოსახლეობა ნაწილობრივ ხაშური ნაწილობრივ კასპი და იმიტომ გახდა გარი ნაძალადები 100,000-მდე დევნილი და მერე უკვე რუსები რო გავიდნენ და შევიდნენ აი ეს მოსახლეობა დაიძრა და ცოტა მომეშვა იმიტომ რომ ძალიან დიდი სამუშაოს ჩატარება გვიწევდა რომ დღე და ღამე არ ჩერდებოდნენ პურის საცხოვრი პურით მომარაგება ხდებოდა რასაც მოგვიტანდნენ ხან ყველი ხან რაღაც აი ამას ვაძლევდით არავის თვითონ მე ბარაძე მქონდა 300 ლარი არავის ფული არ ქონდა არ ვიყავით ეხლა ჩვენ რაღაცა ისეთი რომ ფული გადაენახათ შეენახათ შავი დღისთვის და რაღაცა ეგეთი რამე ჩვენთან არა ყოფილა რამდენი ხანი გრძელდებოდა ეს მდგომარეობა არ ვიყარაც გავიდე ზუსტად ვერ გეტყვით არის ტყუილებში არ გავივლანდო მაგრამ დაახლოებით ალბათ ერთი თვე ვადასტურებ რომ ზუსტად აი მართლა ასეთი ქაოსი იყო არა მხოლოდ ზონაში არამედ შემდეგ დევნილების განაწილების საქმეშიც ბარემ იწერება დღეს ვიხსენებთ იმ ისტორიას და აქვე ვიტყვი რაღაცებს იმიტომ რომ მე პირადად და ჩემო ოფისმა მაშინ განსაკუთრებულად გადავაჭარბეთ ჩვენს უფლებამოსილებას და ეთქვა რომ თქვით სკოლებში და ბაღებში სწორედ ჩვენ მივყავდა ეს ადამიანები და შევყავდა ვასახლებდით გლდანში, ზაკოს შენობაში, ზაკო ახალგაზრდებისთვის გამართავ აი საბურთალოს, ვაკე საბურთალოს გზაზე ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ცენტრალური ოფისი რაც იყო, იქ შევასახლეთ და აღარ მახსოვს გერმანული ორგანიზაცია იყო რომელიც გვეხმარებოდა სახელი აღარ მახსოვს ჰუმანიტარული ორგანიზაცია რომელიც გვაძლევდა საჭმელს და სახალხო დამცველის ოფისში გქონდა შტაბი რომელიც დაგქონდა და ვანაწილებდით აქ კაცი არ იყო პირველი კვირის განმავლობაში დაახლოებით ხელისუფლებიდან რომელიც ამ ადამიანებს ყურადღებას მიაქცევდა მერ და მეკავშირდა სხვათა შორის ერთი ადამიანი ატენის ხეობიდან აღმოჩნდა რომ დაახლოებით 30,000 კაცმა გორიდან ქარელიდან თავი შეაფარა ატენის ხეობას არ იყო საჭმელი 1-2,000 კაცი ცხოვრობს იქ სულ და არც საჭმელი ჰქონდათ არც წამალი არაფერი მაშინაც ვითხოვე მერიამ 4 ავტობუსი მოგცა და ამ გერმანელების დახმარებით ეს პროდუქტი წავიღეთ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ან კასპიის მხარეს ვიარეთ ეს რუსის ტანკებით განან და გაოცებული გვიყურებდნენ მანქანები რომ მიდიოდნენ იფიქრეს რომ ნებადართული იყო თორე ვინ გაგვიშვებდა და უამრავი ადამიანი არის დღეს იქაც ვისაც ახსოვს ეს ყველაფერი და ჩავედით და დავარიგეთ და ხელისუფლებას აბსოლუტურად მიტოვებული ყავდა ეს ადამიანები და ბოლოს კითხვებს აღარ დავსვამ კიდევ ერთხელ მინდა ძალიან დიდი მადლობა გითხრათ და თქვენი მონათხრობიდან კიდევ ერთხელ დასტურდება თუნდაც ის რასაც სენაკის ბრიგადაზე ყვებოდით რომ აი მართლა გმირი ჯარისკაცები ოფიცრები ყავს უბრალოდ ეს ტრაგედიის მასშტაბები მნიშვნელოვანწილად გამოწვეული იყო პოლიტიკური ხელმძღვანელობის სრული უვიცობით და მათი სურვილით რომ თავის პიარისთვის გადაეყოლებინათ ქვეყანა ზრუნავდნენ არა ქვეყანაზე არა ადამიანებზე არამედ თავის პიარზე თუნდაც ის რაც ორმა გენერალმა ბატონმა გოგავამას და ბატონმა ყურაშვილმაც დასტურეს რომ ოპერაციის გადადება ისა დაწყება გადაიდო რამდენიმე საათით და შემდეგ შეიცვალა წინასწარ დადგეგმილი სცენარი მხოლოდ იმისთვის რომ სააკაშვილის ტრიბუნას და დროშებს ელოდნენ აი ეს იყო ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი და ძალიან თვითონაც სააკაშვილმაც დაადასტურა რომ მისთვის არც ადამიანი და არც ეს ტერიტორიები არანაირი ღირებულებას არ წარმოადგენს, როდესაც რამდენიმე წლის მერე, როდესაც ხელი ემოციები წესით დამსხვრალი უნდა ყოფილიყო 2011 წელს ჟურნალ Independence მისცა ინტერვიუ სადაც თქვა რომ არანაირი ფასი, არანაირი ღირებულება საქართველოსთვის ამ ტერიტორიებს არ აქვს. არც ნულს, არც ავნევს, არც თამარაშენს, არც დიდ და პატარა ლიახვის სხვა სოფლებს, არც კოდორის ხეობას, ეს არის ქვების გროვა, რომელიც უბრალოდ საქართველოს დასათვალიერებლად ჭირდება რუსეთს, თორე ეს ამას ფასი არ აქვს ამ ტერიტორიებს. აი ეს არის სააკაშვილის ხელისუფლების მოღალატეობრივი სახე, რომელიც ყოველ გამოკითხვაზე, ყოველ ახსნა-განმარტებაზე კიდევ ერთხელ დასტურდება და რაღაც ახალ-ახალი წახნაგები ამ ღალატისა იკვეთება. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ყველაფრისთვის, რაც გაგიკეთებიათ და რასაც აკეთებთ. მადლობა ბატონ გიორგის მიცეთ ბოლოს სიტყვა სანამ დავიშვიდობებით. ჯართან დაკავშირებით.
შემდეგ უკვე როცა აქ ჩამოვედით და ცხოვრება დავიწყეთ, რამდენიმე წელი იქიდან არაფერი არ იყო, არ გამოდიოდნენ რაღაცა, მაგრამ წლები რო გავიდა, არ ვიცი, აღარ მახსოვს 2011 წლიდან. უკვე დაიწყეს ოსებმა აქ სამკურნალოდ გამოსვლა. ეს პროგრამა იყო რეფერალური პროგრამა და ამ პროგრამის ფარგლებში გამოდიოდნენ და ჩემი რაიონიდანაც გამოდიოდნენ. ჩემი იმ სოფლებიდან, ვინც მე ვიცნობ და ძალიან, აი ბავშვები, ერთად რო გავიზარდეთ. აი ეს ხალხი გამოდიოდნენ და მეუბნეოდნენ. უყვებოდით, მიყვებოდნენ. ქართულ ჯარზე. ჯარმა ისე გაიარა მთლიანად სნაურის რაიონის სოფლები, ისე გაიარა ცხინვალის რაიონის სოფლები, არ ძარცვა, არც მარადიორობა, არც მკვლელობა, დახრეტა, არ წამება, აბსოლუტურად, აი გაკვირვებულები იყვნენ. ახსოვთ 90-იან წლებში რაც ხდებოდა. და მეუთხარი მაშინ ჯარი არ ყავდა. მაშინ იყო სულ სხვა რამე. მაშინ იყო დაჯგუფებები, რაღაცები. ვინ ვისაკამანდროვდა არ ვიცოდით. ეს იყო ჯარი, რომელიც აი მართლა ჯარი შევიდა და გამოვიდა. ჯარი მარტო ესროდა იმათ, ვინც იარაღის წინააღმდეგობას უწევდა. აი ეს ბევრმა დამიფიქსირა ეს ფაქტები. რომ ჯარს არაფერი არ დაუშავებია ფაქტია. კი, ეს იყო ქართული ჯარი, რომელიც სააკაშვილმა გამოიყენა საზარბაზნე ხორცად მერაბიშვილთან ერთად და დავით კეზერაშვილმა, რომელიც იყო პოლიტიკური თანამდებობის პირი და თავდაცვის მინისტრი იმ დროს, იმის მაგივრად, რომ ჯარი დაეცვა პოლიტიკური მანიპულაციებისგან, მანაც მიიღო ამაში მონაწილეობა. კიდევ ერთხელ ისტორიისთვის კიდე ერთი ფაქტი უნდა გავიხსენო, როდესაც უკვე შესაძლებელი გახდა ოკუპირებულ გორის ქარელის სოფლებში ადამიანების შესვლა, იქ ჩავიდა ერთი ჩვენი ყოფილი კოლეგა და მაშინ ჩემი თანამშრომელი არჩილ თალაკვაძე, სახალხო დამცველის თანამშრომელი, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად უბრალოდ რაღაცა მოაწყواრო თითქოს ადგილობრივ იყო და დეტალურად აღწერა თითოეული დამწვარი სახლი, ინახულა ადამიანები, მოხუცებულები, რომლებიც გორის რაიონის სოფლებში ჯერ კიდევ დარჩენილები იყვნენ და მისი ეს მოხსენება მართლა შეეძლოთ დაეხვიტათ ვინმე რომ მიმხვდარიყო ვინ იყო ეს ადამიანი, ესე აღწერა, ცალკე მოხსენება გააკეთა და ეს მისი მოხსენება და მისი აღწერები შემდეგ ერთ-ერთ საფუძვლად დაედო იმ სარჩელს, რომელიც ჩვენ შევიტანეთ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში და რომელიც მოვიგეთ სწორედ თეატ ულუკიანის და მთელი სამთავრობო გუნდის ძალიან დიდი სკრუპულოზური და თავდაუზოგავი შრომით. დიდი მადლობა ბატონი ალეკო და დაგემშვიდობებით. ბატონო გონები, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმისთვის, რომ თქვენ ღირსეულად შეძლებთ როგორც ერთმა მოქალაქემ, ერთმა პატრიოტმა, როგორც საჯარო მოხელე შეძლებთ თქვენ და თქვენ ნამდვილად ის გმირი ხართ ჩვენი ჯარისკაცებთან ერთად, რომლებმაც თავდაუზოგავად იბრძოლეს და ძალიან ბევრი შეეწირა და ყველაზე ძვირფასი თავის სიცოცხლე შეეწირა თავის სამშობლოს. მართლა იმსახურებთ გმირობას. მე რა მინდა გთხოვოთ, თქვენ მოგვაწოდეთ აქ რამოდენიმე გვარი დემურ ჭიღლაძეების სასწრაფოს უმცხოვრი. აი ეს ადამიანები, ვინც თქვენთან ერთად იყვნენ, ჟურნალისტები გითხარით, რომ თქვენთან ერთად იმყოფებოდნენ და აი ეს დღეები, როდესაც თქვენთვის არავის არ ეცალა, ხო, ესე დადებდნენ. ეს გვარები თუ შეიძლება კომისიას რომ მოაწოდოთ და არ ამგონია რომ ვინმეს ეს ხალხი მოკითხული ყავდეს და თუნდაც რაიმე მადლობა გამოეხატა ვინმეს და თავის დროზე და მე ხლა ამიტომ გთხოვთ რომ თუ ასეთი ადამიანები კიდევ ყავთ და ვინც არ გამოგრჩებათ მოაწოდოთ კომისიას და ჩვენ განვიხილავთ რა თქმა უნდა. მე არ ვიცი ლიკა ხურციძე შეიძლება გვისმენს და შვიდში დაჟინებით მთხოვდა ღამე რომ გამომეყვანა. მე უთხარი რომ ვერ გამოვიყვანდი, იმიტომ რომ ჩემი თავი ჯანდაბას ახლა მე თუ დავიღუპებოდი, მაგრამ იქ რო ჟურნალისტი დამეღუპებოდა, მთელი ამბავი იქნებოდა, რა ვიცი, ალბათ მე არ ვიცი რა იქნებოდა, მაგრამ უარი უთხარი ვერ გაგიყვან მეთქი. ვითომ რომ დაღამდებაო ჩუმად გამიყვან, ნიქოზამდე ჩამიყვანიო და ჩემ თავს მერე მივხედავ. მაგრამ ვერ გამოვიყვანე. ალბაში გამოვიდა რა, იზოლებული იყო და რჩენილი იყო. ბატონო, დიდი მადლობა. ბატონო გიორგი, ყველაფრისთვის, რაც ჩვენი ქვეყნისთვის, მოსახლეობისთვის გააკეთეთ პრაქტიკულად,
მიტოვებულმა ადამიანმა ბევრი რამ შეძელით სხვა მამაცი ადამიანების მხარდაჭერით, ვინც ადგილზე იყვნენ. სამოქალაქო პირებმა თავის თავს უშველეს, ეს არის დასკვნა. და პირიქით თქვენ ადგილზე გამგებელი ეხმარებოდით და ხელს უწყობდით ჯარს, რომ ნაკლები დანაკარგით გამოსულიყო ჩვენი ჯარი ავნევიდან, მაშინ როდესაც გენერლები ადგილზე აღარ იყვნენ და გეუბნებოდნენ, რომ ვერაფრით ვერ დაგეხმარებიო. დიდი მადლობა თქვენ ყველაფრისთვის და მადლობა მობრძანებისთვის. დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა. ვიცი, მე მინდა რომ ყველაფერი გაიყვეს. ყველაფერი, ამ დრომდე ხო, ეს არავისად გამოძახები ვარ, არავისად გამოუკითხავ, არაფერი რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა, ვინ არის დასაჯელი, ან ჯილდოზე წასადგენი ვინ არის, ან რაღაც ეგეთი რამე, არავის ესეთ შეკითხვები არ აქონია ხო. დაგემშვიდობებით კომისიის სახელით და დიდი მადლობა ბატონო გიორგი, ჩვენ ვაგრძელებთ სხდომას. დღევანდელი სხდომის თემა ასევე